გაუზმეთ და ახლა გავდივართ სახლიდან. დღეს გეგმაში გვაქვს რომ ვნახოთ 3 ან 4 ახალი სანაპირო, გააჩნია დროში როგორ ჩავეტევით. დაფნუძი, წმინდა იერუსალიმის სანაპირო, ალათიას და ებლისი. ძალიან ლამაზი სანაპიროებია და იმედია ყველას ნახვას მოვასწრებთ. ბაჟაც აქ არის. და მოვიყურები აი ასე. ჩემი ულამაზესი. ეს ხუდი ჩემი არ არის, აი აქ იყო და ვინათხოვე. ხდება ჩემს აუთფიტს. რა ლამაზი ვარობებ. ჩემი სიყვარული. სად მიდივართ, ბე? მე მიყვარს. სად მიდივართ, პატ? სხვათა შორის დღეს პირველად მოხდა, რომ მე გამოვედი პირველად სახლიდან და ვერ გამოვატიე და როგორც თვითონ მიკეთებს ხოლმე, რომ არ ვერაფერს ვერ მეგულება და ჩამოდის და დაბლა მელოდება, ეგრე გავაკეთე. მოვედით წმინდა იერუსალიმის სანაპიროზე. I forgot about that. He was so scary. I waited. ეს არის მეორე სანაპირო. აი ესე არის გვერდ. როგორი ხმები ისმის? როგორ არის დაგროვილი მარილები? თითქოს დაკრისტალებულია. დაინახა ზღვის ვარსკვლავი, აი წითელი რომ ჩანს იმ ქვაზე. აუ რა ლამაზი იქნება მართლა ჩაყვინთვისას. აუ რატო არ წამოვიღეთ ჩვენი ნიღბები? ზღვის ნიღბები გქონდა, სათვალეები უბრალოდ. აუ მინდა ახლა რა ნახო. მეც. ამ სანაპიროს ქონია ძალიან საინტერესო ისტორია. მე-11 საუკუნეში ცნობილ ჯვაროსანს რობერტ გისტარდს უწინასწარმეტყველებს, რომ იერუსალიმში გარდაიცვალებოდა, თუმცა მან ომს თავი აარიდა და თავისი მოგზაურობის დროს გადმოჯდა კეფალონიაში, ზუსტად აი ამ სანაპიროზე, წმინდა იერუსალიმის სანაპიროზე და ზუსტად აი აქ აუხდა მისი წინასწარმეტყველება. ეს ადგილი გამოირჩევა ველური კლდეებით და ბუნებით, ასევე ყოფილა უამრავი ზღვის ცხენთელწები და თუ გიყვართ ასეთი მისტიური ადგილები და ასევე ყვითლა იდეალურია ეს სანაპირო დღეს. ზღვის ღარბით ვნახეთ. ბევრი ხალხია სხვათა შორის. გავემართოთ შემდეგ სანაპიროზე. აქედან 7 წუთია. ალათიეს. რამდენი ხალხია?
ეს სანაპირო ყოფილა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ლოკაცია ლამას დავაფაროთ თავზეო. მზის ჩასვლისთვის და ზუსტად აი ამ რესტორანში, რომელიც ცნობილია, ხვდებიან ხოლმე. ლამაზია, გავგიჟდი. ეს სანაპირო გამოირჩევა საკმაოდ უცნაური ფენომენით. თითქმის მთვარისებრი კლდოვანი რელიეფია, სადაც ბუნებრივად იქმნება პატარა ქვაბულები და ჩაღრმავებები. ძველად და ნაწილობრივ დღესაც ადგილობრივები აქ ჩაღრმავებულ ფოსოებში აგროვებდნენ ზღვის წყალს და მზის გავლენით ორთქლდებოდა და რჩებოდა სუფთა მარილის კრისტალები. კარგი ლოკაცია აქვს ამ გუგის არჩეული. ვფიქრობ, ეს ლოკაცია არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი, სადაც აქამდე ვყოფილვართ. ძალიან მომწონს. I'm just driving with this. Oh, so you don't just press a button when it comes to It has the function also to come back up to my place. დრონზე But ეკითხება. after the button, it says to your home. like when you press it, it comes back. Would it avoid trees then? Yes, yes. It has also sensors. ყველაზე მეტად ეს მომწონს ხოლმე რაც ძალიან ლამაზია კი. რაღაც ძალიან ლამაზი ადგილი უნახავს ვაჟას და იქ მივდივართ რომ დრონი ააფრინოს. აიდანაც წერან ვიყავით. იქედან სიგნალი არ აქვს. მივდივარ დაფნობიზე. ამ სანაპიროს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თვისება არის ის, რომ სანაპირომდე ვერ მიხვალ ტრანსპორტით. აი აქ გავაჩერეთ ჩვენი მოტოციკლი და აქედან უკვე ფეხით უნდა გავაგრძელოთ. არის 10-15 წუთი ფეხით სასიარულო სანაპირომდე და უნდა გავიაროთ ლამაზი ჩრდილიანი ტყის ბილიკი, რომელიც არის დაფნის ხეებითა და კვიპაროსებით სავსე და სწორედ აქედან გამომდინარეობს მისი სახელიც დაფნული, რომელიც დაფნას უკავშირდება. ნახოთ რა გველოდება წინ. პირველად ვარ ხო? არ ვიცით. სწორად მივდივართ თუ არა? ნუ აქეთ აწერია. დაფნული, ამიტომ წესით სწორად უნდა მივდიოდი. That's what we want. Oh, it's perfect. აქ შემოსული არავინ არ დაფინახო.
სასილამაზეა. აქ არის სრულიად ველური გარემო, არანაირი ბარები, რესტორნები და ხმაური, მხოლოდ ბუნების ხმები. სწორედ ეს აქციოს ამ სანაპიროს კუნძულის თავშესაფრად, განსაკუთრებით გადაშენების პირას მყოფი ბერბერული სელაპებისთვის, სახელად მონახუს, ამოდიან სანაპიროზე, როგორც წავიკითხე, განსაკუთრებით მარჯვენა მხარეს, სადაც არის პატარა საზღვაო გამოქვაბული. სანაპიროდან ჩვენ ვერ დავინახეთ, რომელია ეგ პატარა საზღვაო გამოქვაბული, ან ვერ ხვდებით, რომელია უბრალოდ. დრონით ავუშვით, იქნებ იქ გამოჩნდეს და თქვენს განახებთ, როგორია ზემოდან. ნახეთ რამის ინიჭარა ვიპოვე. როგორც ხედავთ, აქ და არც ერთ სანაპიროზე არ არის ან ხდება ხოლმე ნიჟარები. და ძალიან მიხარია, როცა პოულობ, ეს არის რავი, ყველაზე დიდი რაც მიპოვია. ორი მაქვს სულ ნაპოვნი, რომ აი აქ შეიძლება იყოს ის გამოქვაბული, ამიტომ ფეხზე გავიხადეთ და შევავთ წყალში, რომ ნახოთ. სარკისებურად მშვიდი და კამკამა წყალია. რადგან აქ ქარებისგან არის დაცული. თევზებიც როგორ ჩანს. ეს ყოფილა ის გამოქვაბული. სწორად გამოვიცანით. რა მაგარია. წარმოვიდგინე ხა როგორ ისვენებენ აქ სელაპები. თქვენ არ გავიხარეთ, იმიტომ რომ შემდეგ პლაჟზეც გვინდა წასვლა და აი ასე ვარ შემოსულები. უბრალოდ რომ გვენახა. კრაბიც დავინახეთ. ძალიან პატარა. სულ ძალით შევიყვანე. სურათი უნდა გადაგიხოთ, გვეშინია. მიდი. Wow, patrzcie. ეს სანაპირო არის ფისკარგოში. ალბათ მათომაც არის ამდენი ხალხი. ცოტათი იმედგაცრუებულები დავშვით, რადგან ბოლო სანაპირო იქნება საბოლოო დანიშნულება, სადაც დიდხანს გავჩერდებოდით და ზღვაშიც ვიცურავდით კიდევაც. შემდგომ გეგმაში გვაქვს, რომ კაპიტნის კაბინში გამოვიაროთ სახმამდე და იქ ვისაძლოთ. ერთი ასეთიც არ გვაწყენდა. 1%-ზე მაქვს ტელეფონი და დიდი ალბათობით კაპიტნის კაბინიდან ჩაგერთვებით. ოპანჩები გამხდა და ისე უკამბრუნდები. განსაყვარელი წყლებია. ახლა კი წავედით.
ისეთი თერია, რომ ვერს არ ყავს. ძალიან ისეთი. Ay, Chuku! Vlogში თუ არ ვწდები, ვიყავით აქ და როგორი სიცარიელე იყო. ახლა კი როგორი სიცოცხლე ჩქებს აქ. აქ დაველოდებით ახლა ერთ ჩვენ თანამშრომელს, რომელიც ფისკარდოში ცხოვრობს, ხო? და თან მეორე დღეს ვის ლოკოკინები აღმოვაჩინე. ნახეთ რამდენია. მიწეპებულები არიან ქვებზე. მოძრაობს. უკან ჩაქსოვნა გიშინია. ვაი, ესეთი ვიპოვე კიდე. ნიჟარაზე პატარა ნიჟარა მიწეპებული, მაგრამ შიგნით არ ვიცით. მოვიდა. მოვედით სახლში, ძლივს. ძალიან კარგი დღე იყო. შევხვდით ქრისტინას და კაპტეინში ვჭამეთ კიდევაც. მერე დაგვატიჟა თავის სახლში, სადაც ცხოვრობს. ვიჭორავეთ. სავარაუდოდ ბიჭების მანდიქნებია. ხო, ჩვენი მეგობრებიც წესით, ანუ სახლი არის და სამი ოთახია რა და სავარაუდოდ ვინც ჩამოვა, მან შეიყვანენ რა, ამიტომ ერთად იქნებიან და ერთი სული გვაქვს. ჩვენი მეგობრებიც რო ჩამოდიან, ალბათ სული გვიქნებით. დავშებით ხოლმე, მე ბიჭების ჩვენთან დარჩებიან ხოლმე. სამწუხაროა რომ მანქანა არ ყავს და ერთად ვერ ვიმით ხოლმე რა, იმიტომ რომ იმათაც არ ყავს ტრანსპორტი. აი ხა თუ რამე მოახერხეთ და რაღაცა ერთი დღე ვიქნებთ. მაგრამ გზაში გავიყინეთ რომ არაფერი არ მქონდა წაღებული და აი ესე როგორც ხედავთ, ესე ვიყავით. სულ კანკალით მოვიდიოდი. რული ესე მითამაშებდა. ჩვენს კანკალებდით და მოტოციკლებიც კანკალებდა და უკვე ესე ვიყავით. აი 10 წუთიც დარჩა, 8 წუთი დარჩა, 7 წუთი დარჩა და ეს რა ქვია, მოსახვევში ხო ეხლა თბილა, ეხლა ცივა. ეხლა თბილა, მეთქი უბრალოდ შევეჭვიეთ ახლა. ხო, 1:35-40 წუთი გზაში ვიყავით. და ძალიან მაგარი დღე იყო, პერფექტ. ხვალ პირველის ნახევარზე უნდა ვიყოთ მელიტიში, რომ შეხვმა გაგვასინჯოს თავისი კერძები. ანდაც გადავიღეთ რაღაცა. 4 საათი გავჩერდებით და მე ვნახოთ, რას ვიზავთ. რა შეგცივდა პაწასეთი? ჩემ პატარა როგორ თბებიო. ძალიან მაგარი სურათები გადავიღეთ წინა დღეებშიც. ზოგადად ჩვენ სურათებს ხოლმე ჩვენს Facebook გვერდზე ვტვითავთ. Instagram გვერდი ჯერ არ გვაქვს Facebook-ი, სახელად ეს ჩვენ ვართ. გამოგვიწერეთ და გამოყოლით იქაც. გული გამისკდა პაც. ჯერ კადრები უბლად.